მზად ხარ? ცოტა ნერვიულობ უბრალოდ. თუ გინდა არ ვქნათ. რა. დავიწყოთ. მზად ვარ. გამარობა კი. რა გამარობა. მივაბად. გამარჯობა. მე სასო ვარ. თუ პირველად ვხედავთ, გეტყვით რომ მე ვარ YouTuber მისტიური მისტიკას წამყვანი და დამფუძნებელი. ეს ვიდეო იწერება მხოლოდ ერთი მიზეზით. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება. გაფრთხილება, რომ თქვენ არ გახდეთ მონები, არ გახდეთ ჩმორები, დასაკლავი ღორები. სასო ბევრია, ბიჭო, გააჯმევინე ამ პათეტიკას და უფრო ბუნებრივი იყავი რა. ბიჭო, არა მესმის, მაგრამ ეს ხო ერთგვარი ანდერძია. ხო ხვდები, ანუ ამას თუ ნახულობენ, დიდი ალბათობით ცოცხალიც აღარ ვარ და ნერვი მინდა. გავიგე, მაგრამ 30 წამში რომ მობეზრდება მაყურებელს, გამორთავენ და მორჩა. კაი, მართალი ხარ, დავაგდეთ ნერვები, წყნარად. ერთი სიტყვით, როგორც უკვე გითხარით, YouTube არხი მაქვს, სადაც ყველანაირ მისტიკას ვიკვლევ. ეს არის ლეგენდები, ეს არის ისტორიები, მისტიური ადგილები. უკვე 4 წელია აი ამ კონტენტს ვაკეთებ. აი რაიკი. მეგობრებო, სიმართლე ყოფილა. ლაღიძეების სახში მართლა მოძრაობენ ნივთები თვითონ. ამხანაგო სასო რამ შეგაწუხოთ? ბატონო იოსებ, როგორი სასიამოვნოა ჩემი სახელი, რომ იცით როგორ ახართ პირველ რიგში, როგორ ხართ? კარგია ჩემი ბედით რომ დაინტერესდი. არაფერი გვიჭის. მე თუპაკი იტნი ჰუსტონი ჯექსონი მოგვიყვანეს. კუნძულზე ვართ, გაისვამთ. მაგარია. შენ ტყუილად არ მოხვიდოდი. ხო, ერთი ამბავია. პაცო ბაბუა არ გასვენებს. მართალია, ბაბუა ჩემი, ფაცოს ამბავი გვაინტერესებს ოჯახს, რომ გააკულაკეთ თქვენ და თქვენმა, რავი, თანამოაზრეებმა თავის დროს. მიზეზი არ ვიცით რა, რატომ მოხდა ეს და იქნებ რავი, დაგვაკვირდა. საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ პაცოს დედა მოუტყნა. კოლმეურნე გამოცხადდა მასთან და იგი სათოხარში არ გაყვა. ეს მის შენ სათოხარში შეიძლება საბარავიც იყო. არ მოგატყუებთ და აი ამ 4 წლის მანძილზე მისტიური ესე არაფერი მომხდარა, მაგრამ კონტენტი მოითხოვდა და ჩვენც პატარა ხრიკებს მივმართავდით. ვარგო და გავაკეთებთ. თუდი არ იყო მარიც რაკენი, თითქოს და უნდა ჩაავლოს უკვე რა. ხელოდით? ხო, თითქოს უკვე უნდა ჩაავლოს და ცოტა ხმაც მოუმატა. დანარჩენი იდეალურია. არაშა კაი წამო. არ მეზარებაც. ჯიგარ. ამაზე გრძელი ვერ იშოვებ, ხო უნდა მოვქაჩო ნორმალურად, რა ჯანდაბაა ეს? არ გავს ეგ სტალინს. შეიძლება რამე სხვა ვცადოთ, ეგ უფრო ბერიას გავს თუ რა, არ ვიცი, ხრუშოვს ვისაც რატომ შვილო, იმიტომ რომ ამას ყველა იზავს. რაღაცა ისეთი უფრო სტალინური რო გააკეთოთ, არ შეიძლება? რა მიგიწევ ერთ ზამანჯერს. არ გავს სტალინს მაყურებელმა, ხო უნდა დაიჯეროს, რომ სტალინის სული გამოვიძახეს. ვასდაათი რა მე ტელევიზია, ვასდაათი რა გაიგეთ მე სტალინი აფერ გაიგეთ, ვასდაათი რა ასლენ უკეთ გეხანა, რაღაც მე მიგონებს წევი ხამდი გაიგე. ყავს შენ სტალინი ანახი.
არა მყავს სტალინი ნანახი კაცო რა საკეთე კაცო ესე თუ ეწყინებოდა რას ვიზავთ ეგეთია YouTube-ი რას არაკეთებს ხალხი ნახვების გამო ზოგი საჭმელსაც გიჭამს ბევრი რომ არ ვილაპარაკო ჩემი ამჟამინდელი კოშმარი აი ესე დაიწყო როდესაც არხი მიუახლოვდა 100,000 გამომწერს გადავწყვიტე YouTube სპეშალი გამიკეთებინა რატო გარბი ხარ ბიჭო გამაგებინე რატო გავრბი ვარ და იქნებ მანქანა ჩამომივიდა აი რატო გავრბი ვარ სირცხვილია მე რამდენად უნდა დავადგეთ თან ხომ გითხეს ფოჩი შემოვა თუ არა გაგაგებინებთ ბიჭო მომისმინე ჯეგერთი სირცხვილი არ არის შეიძლება სულპრის მიმზადებენ და თან მინდა ახალი მანქანით წავიდე კონტენტის გადასაღებად გასაგებია მოდი ახლა მესეჯ ბოქსი ჩავწეროთ ჩანს კარგად მოგესალმებით მეგობრებო ეს არის კომპანია Ford Dealer Auto Import ჩემი მეგობრები კომპანია რომელსაც შეუძლია ძალიან დაბალ ტარიფში სრულიად უსაფრთხოდ ნებისმიერი მოდელი მანქანა ჩამოგიყვანოთ შიკ ფოთში ასევე თქვენ გეყოლებათ ასისტენტი რომელიც სულ ხაზზე იქნება სულ დაგეხმარებათ ყველაფერში და ულიმიტო car ფაქსი ეს კომპანია თანამშრომლობს სოფლიოს ყველაზე დიდ აუქციონებთან და ასევე დამწყებ და გამოცდილ დილერებთან ერთი სიტყვით სანდო კომპანია იმიტომ რომ მე ჩამომყავს აქ მანქანა რადგან მე ჩამომყავს ესე იგი სანდო იმიტომ რომ სასოც სანდო გადაიღე გადავიღე მაგრამ ღია არ იქნება 10-მდე არ იღებიან მომისმინე 10-მდე არ იღებიან უცხოებისთვის ჩვენ ვართ ჩინაურები შეხედე გამარჯობა გიგი გამარჯობა მეგობრებო აი ეს ადამიანი არის გიგი არის ამ კომპანიის მენეჯერი ნამდვილი თავის საქმის პროფესიონალი გამარჯობა გიგი გამარჯობა სასო რამდენი ხანი არ მინახეთ ხარ უკვე 2 დღე გავიდა რაც წინაზე იყავი დიახ სულ რაღაც 2 დღე გავიდა მე მაქვს ესეთი შეკითხვა შემთხვევით ჩემი მანქანა ხო არ ჩამოვიდა სურპრიზ ხომ არ მიმზადებ გიგი არა არ ჩამოსულა როგორც გითხარი სასო მინიმუმ 10 დღე ჭირდება თქო და რახან შენ თვითონ ვერ გაერკვიე თეთრში გითხარ რომ მეთქენ დაგირეკა როგორც თუ ფოთში შემოვარქო და დაგირეკე არა არ დამირეკე კი ანუ გამოდის რომ არ ჩამოსულა ჩემი მანქანა რა ეგრე გამოდის კი რა გაიწყობა მეგობრებო არა უშავ სურპრიზი არ გამოვიდა მაგრამ სხვა დღეს მოვალ აქ და აუცილებლად წავიყვან ჩემს საოცარ მანქანას რაგაცი სურპრიზი მინდოდა გოდის გამარჯობა დილამშვიდობის ხო გითხარი რა ვიცი რომ ძალიან გინდა ვიცი რომ ძალიან ეს ეწოთი მომისმინე შემოქმედა ვიცი რომ ძალიან გინდა რომ მანქანა მალე ჩამოვიდეს მაგრამ ამე ვერ დავაჩქარე 10 დღე მინიმუმ უნდა და ფოთში როგორც კი შემოვადგო დაგირეკავ თქო ხო გითხარ არ დამირეკავს ან არ შემოსულა ფოთში რანაირად იქნება მანქანა ჩამოსული არა უბრალოდ კონტენტს ვიღებ ახალს და ვიტყვი გავიგე რომ კონტენტს იგებ და რა ვქნა ანუ 10 დღე ჩამოვა 8 დღეში ბოდიში ავიღებდი მაგრამ პირიქით მე ბოდიში რომ ამ გემრიელობას ჭამდი და შეგიშალე არა ღმერთმა შეგარგოს კაი წავა აი ხარ წამოდი ტორიკ წამოდი კარგად აი რა გახდებოდა რომ ყოფილიყო ჩამოსული და აი მკვდარი სულით არ წავსულიყავ შეხედე ბიჭო რას გავს სად მომაკვდება ხელში კაცმა არ იცის ესე რა უნდა გაყიდო არა იმას ბავშთა სახს უნდა მივცე რა მართლატო რა ბავშთა სახს ბიჭო და მონასტერს შევწირავ კიდე ჯარში თუ ჩაიბარებენ მადლობელი ვიქნები მოიწერწა და ილოცე ხა რომ დაიქოქოს ჩართე მაშასე მეგობრებო დადგა ნანატრის სპეშალის გადაღების დღე, იმიტომ რომ 100,000 მივუახლოვდით. როგორც შეგვიდი მოვძებნე საქართველოში ყველაზე მისტიური სახლი და იქითკენ მივემართეთ. გზარც ისე მოკლე, ამიტომაც შეიძლება ღამე სადმე გავაცენოთ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ აუცილებლად დანიშნულების ადგილზე ვიქნებით. ერთი თხოვნა მექნება, რომ თუ შეიძლება ზარის ღილაკს დააჭიროთ, გამოიწეროთ არხი და ლაიქსაც მიარტყათ. ნეტა შენ ყლე არისო რა.
რა? მე როგორც იქნა თოვლიდან გამოვედით მე მგონი. ორე მოდი სტორის ჩავწერა. ხო მიღებ ეხა, ხო იღებ? კი. კაი. ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ მოგიყვებით ამ საშინელი ისტორიის შესახებ, რომელიც ამ სახლს დაემართა. გეტყვით, რომ ეს სახლი არის ცნობილი როგორც საქართველოში ყველაზე მისტიური სახლი მესხეთში, სადაც ეხა მივემართებით. მოკლედ, ისტორია იწყება ასე. რისერჩი გავაკეთე, რა თქმა უნდა, იქ ბევრი სისულელე ჭორი იყო, მაგრამ აი რაც საინტერესო ჟღერდა. 1814 წელს თურმე თავადი ივანე ბარათაშვილის დაკვეთით აშენდა აი ეს სახლი. ხო და თითქოს არაფერი განსაკუთრებული თავის მეუღლესთან და 8 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ერთ დღეს გაჩნდა ხანძარი და როდესაც ჩასაქრობად მივიდნენ, მთელი ეს ოჯახი მოკლული უპოვიათ. საინტერესო ის იყო, რომ ცეცხლით არ იყვნენ დამწვარი, უბრალოდ მოკლული იყვნენ და ვერავინ ვერ გაარკვია მიზეზი რა იყო. სახლი დაილუქა. დიდი ხანი მერე გადაეცა საბჭოთა ხელისუფლებას და 1911 წელს, როდესაც გახსნეს თავიდან ეს სახლი როგორც ვაიმე გამოუვიდა, მოიცა ერთი წუთი. შენი და დავატირე რა. აი ხო ვიცოდი რომ რაღაც ესეც იზავდა რა. რა დაემართა? არ ვიცი, ყალმაადოა მე მგონი. ეშველება რა მე? არ ვიცი, თორე გავახელოსან, სახელოსანია საჭირო რა. რა უქნათ ახლა? აი კიდე მოჩანს. რაღაცა დასახლება, წამოეხა ფეხით გავუყვეთ. გზაში თუ ვინმე შეგხვდა ხო, იქნებ გვიშველოს, თუ არ დაანსასტუმრო ხო იქნება დავრჩებით, ან რაღაცა ხელოსანი. ვაკის ხო არ ვიждებით, მაიტარა ეგა რა. ესე ხო არ ვიждებით კაცო. წამოიღე ყველაფერად საჭიროა და არსებობს იგავი. დაუჭედებელი ნალის გამო ცხენმა წერილის მიტანა დააგვიანა. დაგვიანებული წერილის გამო მეფემ ჯარი ნაადრევად გაგზავნა. ნაადრევად გაგზავნილი ჯარი მტრის ჩასაფრებაში აღმოჩნდა. ჩასაფრებაში აღმოჩენილი ჯარი მტერმა მარტივად დაამარცხა. შიქ ხო არ გაქვს ბიჭო, რეებს ბოდაო რა ნალი რა ცხენი. ანუ ყველა დეტალს რომ მნიშვნელობა აქვს, მაგის თქმა მინდოდა, უყოთ რაღაცა ისე რა, ლამ ხატოვნად. აი ვარ გოდა? არა. და ამ მოვჭრი მაგ ყლეობას. ნუ ჯვავ სიბრძნეს და საქმის მიხედე. გადავიღებ. რავი, არ გადავიღო? გამოგვადგება რამეში. აი მოიცა. ძვირფასო მეგობრებო, მართალია მანქანა გაგვიფუჭკა, მაგრამ ეგ არაფერი. ეხლა ჩვენ წინ გავაგზავნეთ გზას. სასტუმროს ვიპოვით, რომ დავბინავდეთ. მერე ხელოსანს ვიპოვით, მანქანა შევაკეთეთ და აუცილებლად ჩავახცევთ დანიშნულების ადგილამდე. იჭერს თან ინტერნეტი? არა. არ იჭერს და არც ისე იჭერს. არ ჩემი არ იჭერს. ჯანდაბაში ვარ, ბიჭო, წამო. მეგობრებო, ეს აქაური მაცხოვრებელია. წამოდით კითხოთ, იქნებ სასტუმრო იცოდეს ან ხელოსანი. მეგობარო. უკაცრავად, კაცო. მეგობარო. უკაცრავად, არ გესმით, მეგობარო. მე. მეგობარო.
მეგობა ისა ღამეა და ეთყობა ვერ დაგვინახა, არა უშავს დავაკაკუნოთ. მასპინძელო მასპინძელო ეს ჭადოსნური სიტყვა საქართველოში გარეთ არ დაგტოვებთ. გამარჯობა. ჩვენ მოგზდევდით ბოდიში ეთყობა ვერ დაგვინახეთ ან ვერ გაიგონეთ. მეგობარს და მე მანქანა გაგვიფუჭდა 1-64 კილომეტრში. ფეხით მოვდივართ რა და ან სასტუმრო, ან ხელოსანი რო და ანუ ან სასტუმრო რო იცოდეთ ან ხელოსანი თუ არის და შეხორა გამასე რა იყო ერთი წუთით მეგზურნო შეძდაკით ნუ წახვალთ თქვენი წყენინება არ უნდა და ჩემს მეგობარს გამარჯობა არ გწყენია უბრალოდ მიახლოვდი გამარჯობა თუ არ გწყენია მიახლოვდი გამარჯობა არ გწყენია უბრალოდ რო ახლოს აბატონო მოვეცი ვიცოდი ვიგრძენი რა გას უმანკოება და ვახჩები არ მიაქციოთ ყურადღება ჩემს მეგობარს იმას არ ამბობს რასაც ფიქრობს და იმას არ ფიქრობს რასაც ამბობს უჯობესია შინ შემობრძანდეთ დაღლილები და მოშიებულები იქნებით ხო აი ზუსტად მაგიტო მოვდიოდით რომ მანქანა გაგვიფუშტა და დასარჩენს ვეძებთ ან ხელოსანს ვეძებთ უკეთეს ადგილს სად იპოვით ხო მობრძანდით მადლობა ეს შეგვაშინეთ ბატო ჩაიცი სტუმრები ყავს მოვიდეთ მობრძანდით ელემენტი ჯდება და უნდა შევწერ. არა ვიშოს გამოსვლა. შევიდე. Tasty fucking moments. რა არის ეგ? რაზე ამბობთ? შენს მეგობარს რა ადევს მხარზე? ის არის. კამერაა ეგ. სონია. სონია? ხო, ისა. A3. შენს გარდა ცვლილ მეუღლეს ერქვა სონია. უიდე და რასიძახთ. ვიზიარებთ. ცხენმა გადააგდო ხევში. უიდე და რასაშინელი ამბავია. მიყვარს ცხენები. უკაცრავად ცოტათი გალოდინეთ, მაგრამ არა უშავს. ახალი გაგვიძებულები ვართ და თანაც დიდი ხანია სტუმარი არ ყოლია. აი მადლობა დიდი, მადლობა. იცით რა, მადლობა, მეტი აღარ შეწუხდეთ, ჩვენ ის არ ქვია. არ გვშია რა და აღარ შეწუხდეთ, არ არის. რას ქვია, არ არის საჭირო. არ გვშია. გაბადეიო ხიან. ეს მისი საყვარელი ანდაზა. ნიშნავს სტუმრებს საკვები არ უნდა მოაკლდესო. ვარგი მხატაითა. უკაცრავად საპირფარეშო საით არის. სადღაცი მეც გამოყვები, მოიცა? ამას აქ დავტოვებ, კარგით.
ნელა ვერ ხედა ვერაფერს ნელა. ხო არა აქვს ბიჭო რანაირები არიან ისინი? მა სირცხვილია არ გაიგო ბიჭო სირცხვილია და მე მგონი იაღოველები არიან. რატომ არიან იაღოველები? იმიტომ რომ იაღოურად ლაპარაკობენ. ჯერ ერთი იაღოვური ენა არ არსებობს. მეორე მეზობელი მყავდა იაღოველი და ესეთი ნახდა თავის. და მესამე არ მახსოვს მაგრამ ეხლა ავიღოთ კამერა და გავარჩვათ აქედან. სირცხვილი ბიჭო ერთი ჭიქა მაინც დავლოცოთ. რა ერთი ჭიქა ბიჭო ცივიოფლებას ხო სამათ რო უყურებ. განსაკუთრებულად იმ მაღალ ყლეობას სირცხვილია ბიჭო. მოგავიდეთ არ იფიქრო რომ კოცნაობ თან რა. ოდიში ლუდი დავლიათ ბევრი და ოდიში. არა უშავს. დაბრძანდით არ მოიწყინათ. უი. სულ დამავიწყდა ზრდილობის ნორმები. ერთს კი გაგეცანით. მე ედმუნდი მქვია. აი ეს კი ჰამლეტია. სასიამოვნოა ძალიან რა. ეს ისტორიკა მე სასო ვარ. უკაცრავად რას თქვით? სოსო? სოსო არა, სასო ვარ მე. სასო. იცი ჩემს მეზობელს ერქვა სოსო. კარგია, მაგრამ მე სასო ვარ. დუელში მოკლეს როცა დაიბადა. საინტერესო. უცნაური სახელია. სასო. და გვარი? გვარი წარკვეთილი ვარ მე. გვარად. ლაბაშაინგოითი. არ გავაღვიძოთ. აი, ასე იცის ხოლმე დამალვა. ეს პაკოა. უკვე 3 საათია გავაღვიძოთ. მიდი, შენ მოამზადე და ჩვენს მალე ამოვალთ პაკო. გაცრავად. ბოდიშის მოხდი ჩვენ ცოტა ხნით უნდა დაგდოვოთ. ჩვენი უფროსი ძმა უნდა გავაღვიძოთ. ახლა ჭამა უწევს და მალე დავბრუნდებით. თქვენ არ წახვიდეთ, არ მოიწყინოთ. მალე მოვალთ და ჩვენს უფროს ძმასაც გაგაცნობთ. სიახ. ორა ვერ გააღვიძეს ბიჭო ამდენ ხანს გავიდა 9 საათი. ბიჭო ასაკშია ეთყობა კაცი და იმიტომ. ვადექი რა წამოდი წავიდეთ. ხვალ არ გვნახონ ეხა ამათმაც რა. შუაშია ბიჭო საჯანდაბაში გინდა რომ წავიდეთ ღამის 4 საათია. აქედან წავიდეთ და თუ გინდა მანქანაში დავიძინოთ. რა ხმა? არ ვიცი რა ხმა იყო ვადექი წამოდი. წამო ბიჭო ხო არ უჭირთ რაღაცა. რა უჭირთ ბიჭო შიგ ხო არა გაკ. წამო ბიჭო შევამოწმო თუ არ უჭირთ არაფერი მერე წავიდეთ. ბავშვობიდან ეგეთი ყალე რატო? Moses, Trigger! ბოდიში ვლად. არც ისე კარგი გაღვიძება გამოგვივიდა.
ჩვენც ახალი გაღვიძებულები ვართ, ვლად. ჯერ გარეთ არ გავსულვართ. გუშინაია მან თხა მოინადირა და ის შევსანსლეთ. შენც იმისი სისხლი დაგალევინეთ. ესენი არ ვიცით, ვინ არიან ვლად. თავისი ფეხით მოვიდნენ. თავიდან მონადირეები მეგონა. მერე უბრალოდ ორი დეგენერატი აღმოჩნდა. რამდენი წელი გავიდა? თარაზულად უნდა გავშალოთ თუ შვეულად? ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ალბათ როგორც წინაზე ნახევარ საუკუნემდე იქნება გასული. რომელი წელია მოკვდავო? პირი გაუხსენი. ახლა კარგად მომისმინე. პირს გაგიხსნი და თუ იყვირებ. აი ამ სონიას ტრაქში გაგიკეთებ. მერე ავიღებ შენს მეგობარს და იმასაც ტრაქში გაგიკეთებ. მერე ავალ ზემოთ, გაიგო, გაუხსენი. გიმეორებ შეკითხვას. რომელი წელია? ეხლა ქრისტეშობიდან 2025 წელია. გაზაფხულია, მარტის თვეა, 7 რიცხვია. საათი არ ვიცი და გეხვეწები, ტრაქში არ გამიკეთოთ არაფერი, გთხოვთ რა. ცოტა კვერცხებზე შემცივდა. ალბათ მარტი კუც იქნევს. 70 წელზე მეტი გასულა. არა უშავს ლად. თავარია გავიღვიძეთ და ახლა ყველანი ერთად ვართ. შეკითხავი ის არის. მარტო ჩვენ გავიგვიძეთ თუ სხვებმაც? სადვენ ყოფებით. ლამაზი სახლია. ჩემს ასგავს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაც გავიღვიძეთ, აი ამად გარდა არავინ მოსულა. ისე მიტოვებულს გავს. ბოლოს ის მახსოვს ვლად, შენ რომ მიგვიყვანე გამოქვაბულში. და აქ როგორ მოვხვდით, წარმოდგენა არ მაქვს. აი ესა. დიდი ბოდიში შეიძლება ვიკითხო. თქვენი აღოას მოწმეები ხარ. ჩვენ სამყაროს დაბადების მოწმეები ვართ. მოკვდავო. ნებს ბოდავ 200-საც არ ხარ. შედაულად რა ამბიციური მწოველია. მამასა ფეროიდა! დაიწყეს ისევ დატოლება. აბა, რომლით დავიწყოთ ლად? ამით თუ ამით. კაცო გეხვეწებით რა ამით თუ ამით გაგება მანქანა მიყენია გასაღებს მოგწევთ ფულს მოგწევთ რავი რასაც გიდა ყველაფერს მოგწევთ გეხვეწებით რავი თქვენი მონა გავხდები გეფიცებით ოღონდ თქვენ თქვით და მონაც გავხდები მართლა მზად ვარ მონა ვიყო თქვენი გეფიცებით ოღონდ არ შემეყოთ ხო ამით დაიწყე ძალიან ხმაურიანია თანაც უშნოა სისხლზე ღირებული არაფერი გაქვს. მოიცა კაცო როგორ თუ არაფერი მაქვს კაცო არ ვიცი რამდენი კარგი თვისება მაქვს მილიონი კაცი მიცნობს ვარ დაუზარელი ვარ შრომელი კრეატიული ვიცი რუსული ვიცი ინგლისური ვიცი კომპიუტერიც ვიცი რა 1000 რაღაცაში შეიძლება გამოგადგეთ გეფიცებით მართლა რაც დაგჭირდებათ ყველაფერს შეგისრულებთ გთხოვთ არ შემეხოთ რა ვლად ჩვენ იმდენი დრო გავატარეთ ძილში რომ ახლა გარე სამყაროსთან კავშირი უსაფრთხო არ იქნება ჩვენთვის. ეს ხომ არ გამოვიყენოთ სანამ გავარკვევთ რა და როგორ. შენ თქვი მონა გახდები. თქვენი ყურმოჭრილი მონა გავხდები. ყურს რატომ მიჭრის? ვერ ვიცი ალბათ დროა ეგეთი. ეს შენი არჩევანია.
დიახ. დარწმუნებული ხარ, რომ გინდა? კი. შენს ადგილას სხვას სიკვდილი აურჩევია. არა, მე დარწმუნებული ვარ, რა ვქნა, მაგრამ მოსაწერია ხელი ამაზე თუ პიცი უნდა დავდო. რადგან ეს შენი არჩევანია. Берегах, сылочему. მაგრამ თქვენ ადგილას სისხლის ანალიზს ჩაბაბარებდი მაინც ისე ყოველი შემთხვევისათვის. დღეიდან შენ ჩემი მსახური ხარ. იცოდე ერთგულება დაგიფასდება. ხოლო ღალატი სიკვდილს სანადრელს გაგიხდის. ახლა წადი. და 4 ვაჟიშვილი მოგვიყვანე აქ. აჰა. და მას რა უყოთ? ხო. ესენი ტყუილად ხომ არ გავშალე? არა, მოიცა, თხოვ და. აუ, არ დამიმალო ბიჭო, მითხარი. გამიყარეს სანამ მეძინა? არა. აბა რა ჯადაბა მოხდა, რატო არ მიყვები შეჩემა? შენ გიქნეს რამე? არა. აუ, ბოზიშვილი ვიყო, უეჭველი გვიხმარე, სანამ გვეძინა და არ მეუბნები. და ტრაკი მტკივა შეჩემა. მომისმინე. ტრაკი იცი რატო გტკივა? გათიშულს რო გეძინა ესე მოგახოხიალებდი მთელი გზა. აი მაგიტო გტკივა ტრაკი. არც გაყრა, არც შეყრა მსგავსი არაფერი არ ყოფილა. მოუხდით ვიღაცა შიგნაკრავების ოჯახში, სექტანტების და მეტი არაფერი. და საერთოდ მოდი ამოვშალოთ ეს ყველაფერი მეხსიერები და თითქოს არც ყოფილა. არასოდეს ეს არ მომხდარა. მაღალ ღმერთს მადლობა, რომ საერთოდ ჯანმრთელები და ცოცხლები ვართ. სად მიდიხარ? მანქანაში, სად მივდივარ, ტელეფონით იქნებ დაიჭიროს რამე. გათიშე, ეგ დედამოწყნული, რატომ მიღებ, უნდა წავშალო მაინც ყველაფერი. მე რატო ვეძებ მარტო? დამჯდარი მაქვს და შენ ნახე. ნახულობ, სადღაც მეწერა ეგ ნომერი. მომისმინე ერთი წუთით. ჰა. ერთ რამეს კითხავ და გპირდები, აი მეტი აღარ შევეხები. მითხარი, რა გინდა? ეგეთი რაკენი რო ესე წყნარად გამოგვიშვეს. წყნარად ხო? მომისმინე, სანამ შენი გეძინა უნავარივით, მე ერთ-ერთმა იქ სექტანტმა თავისი სისხლი დამალევინა. მერე მითხრა, რომ ჩემი მონა იქნებიო და მეც დავთანხმდი, იმიტომ რომ გამოვეშვით შენც და მეც, ასე რომ წყნარად არავის არ გამოვუშვივართ. სექს მონა თუ ისე მონა? ბოდიში რო არ დავაკონკრეტებინე, რომელ მონობაზე იყო საუბარი. ეგ არ ვიპოვე. ეხა მომისმინე, ევაკუატორი მოვიდეს და ჩემ დათავა და ამ საქართველოს აი ამ ნაწილში საერთოდ ფეხის დამდგმელის დედავატირე. ალო? გამარჯობა. ევაკუატორის კომპანია. რასნიშნავს საქმეორე ფეხის დამდგმელი არ ხარ? შენ პირობადად და უკან დასახავი აღარ არსებობს. აი, ეს არის ჩემი ისტორია. ეს არის გაკვეთილი ყველა მეამიტი და ცნობის მოყარე ადამიანისათვის. მე დაბადებული როგორც თავისუფალი ადამიანი გავხდი მონა. მონა იმის არის ის საერთოდ არ მჯეროდა. დარწმუნებული ვარ არც თქვენ გჯეროდათ სანამ ამ ვიდეოს არ ნახავდით. ჩემი სინდისი აწი სუფთა. რადგან ეს ყველაფერი, აი ეს ვიდეო მხოლოდ იმისთვის ჩავწერე, რომ თავიდან ამერიდებინა თქვენთვის. აი ეს განსაცდელი. ორჩი? ვარგოდა? სასო სათხარ. სარვალია გასაუთავებელი და ჭურჭელი თავის თავს თვითონ არ გარეცხავს. დროზე ჩამოდი. რა უნდა ბიჭო? ჭურჭელია გასარეცხია. აუ ამ ჭურჭელმა ხო ტვინი მოტყნა რა. ყუბოს საწმენდი სად არის წარკვეთილო? და
აუ ეს რა ყლეა.